When people look at me and know that I'm an IVF kid, I hope they see a person. ხალხი მიყურებს და იცის, რომ მე ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ადამიანი ვარ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემში ისინი ხედავენ პიროვნებას, ადამიანს, ნებისმიერ სხვა ადამიანის მსგავსად. ძალიან ხშირად ვიგებ მსგავს რეპლიკებს. ის ბუნებრივი გზით არ არის დაბადებული, ან ის წესით ამქვეყნად არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. მაგრამ მე არ ვარ მეცნიერული ექსპერიმენტი, მე არ ვარ ხელოვნური. მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ზუსტად ისეთი, როგორიც შენ. თუმცა ჩემი აღზრდის პროცესი ცოტათი განსხვავებული იყო. მე მყავდა დედა, რომელიც ლესბოსელი იყო. არ არის ადვილი იყო ორსულად, როდესაც ლესბოსელი ხარ, მაგრამ მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა, დედა ჩემმა ბავშვობიდანვე იცოდა, რომ სურდა ერთ დღესაც დედა გამხდარიყო. 1992 წელს დანიაში LGBTQ თემის გაზეთში გადაეჩემა გამოქვეყნა განცხადება, სადაც წერდა, რომ სურდა ბავშვი გაეჩინა. რამდენიმე ხნის შემდეგ მას გამოეხმაურა გეი კაცი და მათ ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართეს. 9 თვის შემდეგ კი მე დავიბადე. მამა ჩემი სხვა კაცზე დაქორწინდა. მე ძალიან არ მომწონს ტერმინები მამინაცვალი და დედინაცვალი. ეს ტერმინები დისნეის ფილმების გამო ჩემთვის რაღაც ცუდთან ასოცირდება. ამიტომ მე ვიყენებდი ტერმინს ბონუს დედა ან ბონუს მამა. გავეზარდე დედასთან, მამასთან და ბონუს მშობლებთან ერთად. ძალიან კარგად ვიცოდი ვინ იყო, თუმცა ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. პირიქით, ვხვდებოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში უფრო მეტი საყვარელი ადამიანი იყო, ვიდრე შენ, ჩვეულებრივ გეყოლებოდა. ჩემს მას დედა ჩემის თვალები აქვს, მე კი მამის. ყველაფერი მქონდა. ვიღებდი ყველაფერ იმას, რასაც ადამიანები ოჯახისგან იღებენ. ბავშვობაში არ ვფიქრობდი, რომ განსხვავებული ვიყავი. ჩემი მშობლები არასდროს მალავდნენ თავიანთ პიროვნებას. არ ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი სამარცხვინო იყო. ჩვენ ვიყავით ის, ვინც სინამდვილეში ვიყავით. ერთხელ სკოლაში ხალხმა მითხრა, რომ სხვებისგან განსხვავებული ვიყავი. მითხრეს, რომ ეს ყველაფერი უცნაური იყო. თუმცა ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, არასდროს ყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი, მაგრამ ეს ყველაფერი გაგრძელდა მანამ, სანამ მოდელი არ გავხდი და მოგზაურობა არ დავიწყე. სწორედ მაშინ გავაანალიზე, თუ როგორი არამემყავლურია სამყარო. სოციალური მედია ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. სოციალური მედია არის სივრცე, სადაც შეგიძლია დაწერო ყველაფერი, რაც გინდა, რასაც ფიქრობ და სწორედ ამიტომ ძალიან ბევრ ნეგატივს იღებ. ყველაზე ცუდი რაც სოციალურ მედიაშია არის ის, რომ მე არ შემიძლია მათ სათითაოდ პასუხი გავცე. როდესაც შენ გაქვს პლატფორმა, საიდანაც შეგიძლია ხალხს ესაუბრო, უკვე ვალდებული ცხარ, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენო. სწორედ ამიტომ ხმამაღლა ვსაუბრობ ჩემს ოჯახზე, ჩემს ბავშვობაზე. თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ, რომ დავიბადე ოჯახში, რომელმაც მასწავლა, რომ ვიყო ღია ყველაფრისთვის. ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვი მოსიყვარულე და გარემოში უნდა გაიზარდოს. მე კი ეს ნამდვილად არ მაკლდა.